იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა და თავისმა დედიკო მოყიდა ეგეთი სამყნების ბუშტის გასაბერი, გაიგე? ხო და რო შეუბერა, ერთი ბუშტი ძალიან დიდი გაიზარდა, დიდი წავიდა ცაში. უყურებს ეს გოგო, უყურებს, მიფრიდავს, ბუშტი ზევით და ზევით. და იქიდან უქნევს ხელს, შენც ამოდიო, მაგრამ გოგონა როგორ ავიდო და ფრთები ხო არ ქონდა. ადამიანს ფრთები რატო არა აქვს? ჩიტივით გაფრენა რატო არ შეუძლია? იმიტომ რომ ფრთები არა აქვს. შენ გინდა რომ ფრთები ქონდეს? კი, და რას იზამდი ფრთები რო ქონდეს? გაფრინდებოდი? აუ რა კარგია ცაში რო დაფრინა და იქიდან რო იყურები, არა? რა კარგად ბერავ? იმ გოგოსაც კი აჯობებს, ზღაპრის გოგოს. კიდე მოგიყვე? აღარ გინდა? შედი აზრით ცაში რა არის? ჩემ შვილიშვილს მიუძღვენი 4 ზღაპარი. ეს არის ჩემი საჩუქარი, მაგრამ ჯერჯერობით იმას აქში არ არის, რომ წაიკითხოს, მაგრამ ცოტა ხნის მერე თუ რა მანამდე რა მოხდება, ანდერზე დაუბარებ თორ და ფლეშკაზე ჩავწერ და იმედი მაქვს, რომ ნახავს და წაიკითხავს. ვარ ოჯახის მამა, არ ვიცი როგორი, მაგრამ ყავს 3 შვილი. არასოდეს არც ერთი არ დამისჯია, არ მიჩხუბია, ასე გავატარე ცხოვრება, არ ვიცი. აი ხა ჩემთვის ეს არის ძალიან აგრესიული. აგრესიული. ცოტა ლირიული არ შეგიძლია? ეს ყველაზე ლირულია, რაც უფრო აგრესიულებში. აი აბა სხვა მოჩვენი. ეს ცოტა შამანური ხალხია. აი შამანური მაინტერესებს დავაი. ეს მართლა რაღაცა მისტიკურია თითქოს. ფილმის საუნდტრეკს გავს რაღაც, არა? შეიძლება. აი ჩემში ეგეთ ასოციაციებს იწვევს. ალბათ თქვენ ეკრანზე ხედველობის ეკრანზე რაღაც ნაცრისფერია და როგორ მძიმეა რა? არავითარ შემთხვევაში. ადამიანები ჩემს თვალში არიან მართალია სხვა ფორმის და სხვა ხასიათის, მაგრამ პრინციპში ღირსებით ყველა ერთ და იგივე. შესაძლოა ეს მე არ ვწოდნო და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარმართულიყო. ანუ ის რაც გარეგნულად ჩანს მწვავედ და ტრაგიკულად, შესაძლოა თავისი შედეგებით იყოს სიკეთის მომტანი. ადამიანი თანაგზნობას ხშირად იმით გამოხატავს, რომ სუპერ ხდება, რომ ეს არის ადამიანის შეურაცხყოფა. ის ვინც გეწოდება არ გიყვარს და არც რუფას უნდა დართული, ხო? ის სხვა სიყვარულია. გიყვარდეს ადამიანი, სწორედაც რომ არ გულისხმობს გებრალებოდეს. გიყვარდეს ადამიანი ნიშნავს მასში ხედავდე ღირსებას. პიესა ერთ მოქმედებად და 7 სურათად. სცენა წარმოადგენს ოროთახიანი ბინის ზალას, წინ პატარა მაგიდას კამებით, მაგიდაზე ყვავილები, უკან დივანი, თითქოს რაღაცის ბოლოდიში გასუსულა, კედელზე მარცხნივ უგემოვნო მარინისტული პეიზაჟი, მარჯვნივ ქალის გადიდებული სურათი, ქვემოთ შიშობლის პატარა ხატი. მოქმედება მიმდინარეობს რეალურ დროში. რამეს თუ ჩავიფიქრებ, არასოდეს არ მოვეშვები ხოლმე იმედია. ძალიან ბევრს წავლოდი, ბევრი დავწერე, ბევრი წავშალე, ბევრი გავაუქმე. აი ეხლა ამ წუთში რაღა დაგიმალოთ და ჩემი ერთ პიესაზე ვფიქრობ. არ ვიცი რა გამომივა. კუსანა, გამოდი ეხლა ჩქარა ნუ იმალები მანდ. ნახე, შენ ხო სანი ქვია, მაგას კუსანა ქვია.
გამოდი ბიჭო. შეიძლება გოგოა. გოგოკუა. არ გამოდის, შეშინია. არ გენდობა. მოდი, არ ჩამოვარდე, მოდი. მოდი გიდა. აი, ისე და შეხვდი და. არ გიდა. კარგი. პიესების კრებულს, რომელიც იმედია მალე გამოვა. ქვია ლოკოკინას სინდრომი და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რა ნიშნავს ეს ლოკოკინას სინდრომი? ლოკოკინებზე ხო რა წერით? ლოკოკინას, როგორც ამბობენ, ქვისხანიდან მოყოლებულ ფორმა არ შეუცვლია. ლოკოკინა დარჩა ისეთივე, როგორიც დღეს არის და იმის გამო, რომ მას აქვს უნარი შეეგუოს ყველაფერს და რაც მთავარია, იცის ოსტატურად მიწაზე ცოცვა, ხოხვა და არასოდეს ფიქრობს ფრენაზე, არასოდეს ოცნებობს. შენ გინდა რომ ფრთები გქონდეს? კი, და რა სიზამთრე ფრთები რო გქონდეს? გაფრინდებოდი? აუ რა კარგია, ცაში რო დაფრინდა და იქიდან რო იყურები, არა? ანუ ლოკოკინა, ჩემი აზრით და ჩემი კონცეფციით ამ ციგნისა არის ადამიანი, რომელიც ხოხავს მიწაზე, არ ოცნებობს და მუდამ მზად არის დაიმალოს. მუდამ მზადა აქვს სახლი, სადაც შეიძლება შეძლოს ხიფათის შემთხვევაში. ხშირად შეგუებას ან მშვიდობას ერთმანეთს ერევათ. აი ეს რომ ამბობს ლელდღუნია კაცო. რა ჯანდაბათ მინდა ასეთი მშვიდობაო. ხომ მშვიდობა ეუბნება, ხო გახსოვს იქა. აი რუსებმა მშვიდობა მოგვიტანესო და ის ამბობს რა თქმა უნდა ეგეთი მშვიდობა თუ თავისუფლებას დავკარგე. შედი აზრით ცაში რა არის? იმისათვის რომ ვარსკვლავები შენიშნო, მიწას უნდა არიდო მზერა. ერთ პიესაზე ვფიქრობ. დარწმუნებული რომ ვიყო და რომ აი ამ პიესის დადგმა მე თვითონ მოვახერხო. არ ვიცი რა გამომივა. მაგრამ ერთ რამეს თუ ჩავიფიქრებ, არასოდეს არ მოვეშვები ხოლმე. აი ეს არის. ის ვინც მიწას ჩასჩერებია, ვერასოდეს ვარსკვლავებს ვერ შეამჩნევს და თუ ვარსკვლავები ვერ შეამჩნევს, ვერ ციოცნებენ. და თუ ვერ იოცნებენ, მაშინ დარჩები ლოკოკინა.